ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ ირინე აღაპიშვილის წარდგენა პრინციპში არ გჭირდება. ჩინური მეტაფიზიკის სპეციალისტი ხო სწორედ ზეპირად ვიცი და ესე იგი, თემა არის ძალიან საინტერესო. თინ, აბა გითხარი რა თემა? კი ბატონო, ესე იგი, არ ვიცი, მე ვიცი, რომ ფულის სამკუთხედი. შთაბეჭდილებების ზარდახშა, ხო? როგორ მივაღწიოთ ფინანსურ მიზანს და გავაძლიეროთ ჩვენი мотиваცია? უფ, რა საინტერესოა, ჯერ იყო ბაჩო мотиваციაზე ისაუბრა, ახლა ქალბატონი ირინე. რა კარგია. ყველას გჭირდება ეს ამბავი. ვართ ესე იგი. კი, აბა ჩვენი მაყურებელიც ახლა ჩაუჯდება ცისფერ ეკრანებს. ჩვენც ესე გემრიელად მოვთავსებთ ჩაიგვიდან. დილამშვიდობისა პირველ რიგში მიხარია რომ წინა საუბარიც мотиваციაზე იყო, იმიტომ რომ დღევანდელი თემა მაინც კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ. არის ეგრეთ წოდებული ფულის სამკუთხედი, ანუ დღეს მინდა ვისაუბრო ერთ-ერთ ტექნიკაზე, როგორ მოვიზიდოთ ფინანსური კეთილდღეობა და აი აქ ყველაზე მეტად რაც მომწონს კონკრეტულად ვისაუბროთ, რომ აი დიდი რაღაცა მიზანი არის. პატარა რაღაცა, მაგრამ მიღწევადი და როგორ დავეხმაროთ ჩვენს თავს იმაში, რომ მარტივად, გემრიელად და კარგად მივაღწიოთ აი ამ მიზანს. და მეორე ნაწილში უნდა გაგართოთ. ნახეთ, მართლა კაია. ერთად თქვენთან ერთად და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მაყურებელიც ჩაირთოს ამ ამბავში და გეტყვით ეს რა არის, ეს მეორე ნაწილის თემა არის, რომელიც მე დავარქი. შთაბეჭდილებების ზარდახშა რეალურად ტექნიკას კი ქვია. ასეთი პომპეზური ის არ აქვს. შეუულებრივია შთაბეჭდილების ქილა, მაგრამ ქილა რაღაცა ვიფიქრე კამერის წინ ქილა არა და აი ესეთი რაღაცა მოვიტანე და შვედიელი. ერთი სული აქამდე მივიდეთ. მაშინ დავიწყოთ. კაი, მაშინ დავიწყოთ. რა არის ეს საერთოდ რატო სამკუთხედი და რატო დღეს საუბრობთ იმაზე რომ ეს ფულის სამკუთხედი და რას მომიტანს? ო ირინა დაიწყე ახლა შენ დახატე სამკუთხედი და მოვა ჩემთან თანხა. რა თქმა უნდა ჩვენს გარეშე და იმის გარეშე რომ რაღაცა გვაქვს ჩაფიქრებული და იმ მიზნისკენ მივემართებით და გვინდა რომ ვიშოვოთ ეს გარკვეული თანხა არაფერი არ გამოვა, მაგრამ რატომ არ ვუშველოთ ჩვენს თავს იმაში რომ ეს გზა იყოს მეტად კომფორტული, მეტად უფრო მარტივი და სასიამოვნო. არსებობს ესეთი ტექნიკა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ახლოს დგას უეჭველი გაგიგიათ, ან მე მისაუბრია ეთერებში შეიძლება. ტოიოტას დამფუძნებელს ჰქონდა ესეთი მიდგომა, საკიტი ტოიოტას თვითონ, რომელსაც ქვია, ერქვა და ქვია კიდევაც, იმიტომ რომ ძალიან გავრცელებულია და ფსიქოლოგიაში, მეტაფიზიკაში ძალიან ბევრ დარგში გამოიყენებს ადამიანი მაგას და ამ ტექნიკას ქვია 5 რატომ. და ეხლა გეტყვით რატომ მოვიხსენე ასე ვთქვათ რატომაც რატო კი ბატონო ესე იგი წარმოიდგინეთ სამკუთხედი ნუ ყველამ ვიცით რომ აი ეს სამკუთხედი რატო არის იმიტომ რომ სამი კუთხე აქვს და დავიწყოთ ისევ და ისევ ჩვენ თავთან მუშაობა, ოღონდ ამ შემთხვევაში ცოტა ნეიროგრაფიკაშიც გადავდივართ, იმიტომ რომ აი ეს ხატვის ხაზვის მომენტი ალინკებს, ანუ ბმული არის საკმაოდ მყარი ჩვენი აზრების, ჩვენი ქმედებების და შესაბამისად იმ მიზნების და შედეგის, რაც გვინდა რომ მივიღოთ. პირველი კუთხე ნომერ 1, ამას ვაკეთებ, აი ვიღებ ჩვეულებრივად ფურცელსაც უბრალოდ მომზადებულად მაქვს, რომ აქ დრო არ დავხარჯოთ ამაზე. ავიღოთ უნდა თეთრი ფურცელი, ხელით დავხატოთ თუ დავხაზოთ ეს სამკუთხედი და დავიწყოთ მუშაობა. პირველი კუთხე ნომერ 1 და ეს არის ჩვენის მიზანი. აი აქ ძალიან კონკრეტული რაღაცა მიწერია და მე გირჩევთ რომ კონკრეტული რაღაცა ჩამოწეროთ. აქ გვაქვს მითითებული მაგალითად ეს რეალური кейსია, იმიტომ რომ ტრეინინგის დროს რატომღაც აი იმ მომენტში ყველაზე მოთხოვნადი იყო თანხა $1000 არა მილიონი, არა ნახევარ მილიონი და არა რამდენი გინდა ფული ხო იცით ყველაზე ისეთი ბევრი. აი ეს ბევრი არ ესმის სამყაროს. კონკრეტულად $1000 მეორე კუთხე ნომერ 2 და აი აქ უკვე ტოიოტა რო ვიხსენ როგორც კი ბატონო ვახსენე რატო? იმიტომ რომ აი აქ მივდივართ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. რისთვის მინდა? რატომ მინდა ეს $1000? მერე იქნება მერე ეს მესამე კუთხე, მაგრამ აი აქ ყველაზე მნიშვნელოვანია და იმ ტრეინინგის დროს აღმოჩნდა რომ 10-დან 3 ადამიანს უნდოდა სჭირდებოდა ზუსტად ეგ თანხა, ну მიახლოებული თანხა მიწერე მე $1000 რისთვის რომ iPad-ის საყიდლად. ანუ ჭირდებოდათ ეს iPad-ი და რისთვის. შესაბამისად რაღაცა მიზანი ქონდა ადამიანს, უნდა ეს თანხა იმისთვის რომ იყიდოს აი ეს მოდით ინსტრუმენტი დავარქვათ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს გართობა არ იყო და ეხლა აი ეგ ყველაფერი ხო უნდა დავლინკოთ ერთმანეთთან. მესამე კუთხე ნომერი 3 უნდა დავნომროთ აუცილებლად, იმიტომ რომ საფეხურების ანუ სტეპების მიხედვით არის. ნომერი 3 არის
უნდა გაგიკვირდეთ წესით, იმიტომ რომ ფინანსებზე გვაქვს ცოტა მერკანტიული კითხვებია, მაგრამ არის ემოცია. ვიშოვე ეს ვიყიდე, მაგრამ რისთვის? რისი მომტანია ეგ ყველაფერი და აქ ბევრი ემოცია შეიძლება იყოს, მაგრამ იმ მომენტში ყველაზე გულრწფელი იყო გაოცება. და ყველაზე მთავარი, რატო სამკუთხედი? აი ეგ ყველაფერი რო იკვრება, შიგნით მანტრასავით, მედიტაციასავით არის ის, რომ ჩვენ აი როგორც პატარა ბავშვებს გულრწფელი ემოცია აქვს, რომელიც არაფერს არ მალავს და უნდა შევიგრძნოთ ზუსტად ის შედეგი, რომ აი მეს მაქვს უკვე iPad-ი, მე ვიყიდე და რისი მომტანია და როგორ ვარ, მე როგორ გძნობ თავს. შესაბამისად, აი ეს ყველაზე მაგარი მომენტია. ყველას გვაქვს, რა თქმა უნდა და ძალიან მინდა გისურვოთ, რომ ხშირი იყოს ეგეთი მომენტები, იმიტომ რომ მიზნის მიღწევისას ამაზე ტკბილი შეგრძნება, რა ვიცი, მე ძალიან მიყვარს. ამიტომ აი ეს არის ეს ჩვენი ფინანსური სამკუთხედი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს შეგვიძლია კი არა და ყოველდღე უნდა გავაკეთოთ, აი ეს დავწერეთ, გავაკეთეთ. მიზანი შეიძლება იყოს პატარა, შეიძლება ერთი დღის პატარა გეგმის ნაბიჯი იყოს, შეიძლება ცოტა გრძელვადიანის, რამოდენიმე თვის იყოს, შეიძლება ერთი წლის ცოტა გლობალური იყოს და რა თქმა უნდა, აქ უკვე თანხაც შეიცვლება. აი ეს კითხვა, რატომ თავარია სწორი პასუხი გავცეთ და როგორც თვითონ Toyota ამბობდა, საიდან მოუვიდა ეს ისა, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანი პრობლემის ახსნას რომ ცდილობს, არასოდეს არ უყურებს თუ საიდან წამოვიდა წყაროს. პირდაპირ ცდილობს, რომ აეხლავე დღესვე ამ მომენტში მოაგვაროს, რომ შემდგომი რაღაცა შედეგი იყოს უკვე ჩვენთვის მისაღები. არა და ყველაზე რთული ის არის, რომ ვიმუშაოთ იმაზე, რომ რამ გამოიწვია ეგ პრობლემა, აი იმას თუ აღმოვქრავთ, მაშინ უკვე გზა იქნება ხსნილი. აი ესეთი რაღაცა ეს ჩვენი ფინანსური ეს და კი, მართლა ძალიან საინტერესოა. დაგაფიქრებს განსაკუთრებით, აი ეს 5 რატომ, აქ 1 რატომ გვიწერია, მაგრამ ამ პირველ რატომზე რომ გავცემთ პასუხს, ჩავდივართ მეორეზე და ფიქრობთ იმის იქით კიდე რატომ შეიძლება იყოს, აი ეს მინდა, რატომ, რისთვის, ნუ გავეცით პასუხი. რატომ და მეხუთე რატომზე რომ ჩავდივართ, ხანდახან პირველი აღარც გვახსოვს და უფრო ძირიანად, ძირფესვიულად უყურებთ, კი, უყურებთ ამ ყველაფერს და რეალურად ძალიან საინტერესოა მუშაობაც და შედეგიც. იქ გადავდივართ, ეხლა მეორე. გადავიდეთ. მეორე ძალიან კარგია, რომელიც გვეხმარება, ეს ვერ შედგება ამის გარეშე, იმიტომ რომ ეს არის ჩათვალით ჩვენი ემოცია. ანუ ერთმანეთთან დაკავშირებულია. აუცილებლად мотиваცია არ უნდა დავკარგოთ არც ერთ შემთხვევაში. არა და ერთი წელიწადი წარმოიდგინეთ 365 დღეა, ხო და ამ დიდი გზის მანძილზე რაღაცნაირად ხო უნდა შევინარჩუნოთ, კარგი ხასიათი, კარგი რაღაცა ტონუსში, აი ჩვენი ღიმილი და რაც თავარია мотиваცია, რომ არ დაგვეზაროს და არ დავნებდეთ. ეხლა ეს რა არის? ეგრეთ წოდებული, ესეც არის ერთ-ერთი ტექნიკა, რომელსაც ქვია შთაბეჭდილებების ზარდახშა, ნუ ქილა სულ ერთია. და მთელი წლის განმავლობაში, აი ხო გვაქვს ჩვენი ასახული მიზანი, თქვა დიდ გრძელვადიან ვადაში ერთი წლის მანძილზე მინდა მივაღწიო აი ამას. ყოველ დღე მე ვიღებ პატარა ფურცელს და ვწერ იმ ერთ რაღაცას, რაც კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ერთი დღის მანძილზე. ყველაზე პრიორიტეტული და ნახე რა გამოდის. მთელი წლის განმავლობაში მაგას რო ყრი, გამოდის ერთი დადებითი რაღაცა. შეიძლება გლობალური არ იყოს, მაგრამ შენთვის საკმაოდ კარგი და დადებითია. იმახსოვრებ? არა, და რუკა იშლება. წელი რომ რთავდება, ამას აუცილებლად გახსნი მეგობრებთან, ნათესავებთან, ოჯახში, თუ გინდა მარტო, ეგ უკვე ინდივიდუალურია და წარმოიდგინე, რომ 365 ემოცია შენი დაფიქსირებული, პოზიტიური, რაც რეალურად მოხდა შენ ცხოვრებაში და აი ისეთი ფრთების, აი არ ვიცი, საიდან უცებ და ძალიან მსუბუქად და კარგად ხარ და გარდა ამისა, ეგ დაგეხმარება თქვენ სურვილების რუკის კი ბატონო გაკეთებაშიც და ეხლა ერთად ვითამაშოთ. აქ რა თქმა უნდა შთაბეჭდილებები არ არის, მაგრამ მოიცა, ცოტა გავაღვიძოთ ჩვენი ენერგია, ჰოპ, გავადირავ მშვიდობისა. ეხლა კითხვა შინაგანი არ მინდა ხმამაღლა არ თქვათ და აქ თქვენ მიიღებთ კონკრეტულ პასუხს და სანამ გავაკეთებთ მინდა მაყურებელსაც შევთავაზო აი ესეთი ინტერაქტივი რომ ხალხო ჩაიფიქრეთ აი რაღაცა კითხვა რომელიც გაქვთ თავში ნებისმიერი აი ხო ჩამოაყალიბეთ ნებისმიერი და ეხლა გოგოებთან ერთად თითო ხალხს რომ ამოიღებთ თქვენთვისაც იქნება პასუხი და შესაბამისად მაყურებლებისთვისაც. აბა საიდან დავიწყოთ? თი დაგით. მოდი დუნ. აბა. ოღონდ პასუხი წაგვიკითხეთ. კითხვა არ გვინდა. აუცილებლად. მოусმინოთ და მერე? აბა.
გარშემო მიმოიხედე, მინიშნება უკვე ახლოსა. მოიცა, აბა, აქეთ რა ხდება? აბა, აქ რა ხდება? აბა, აქ რა ხდება? ვარდისფერი შეხედე ფერების მიხედვითაც. სამყაროს შენთვის სასიამოვნო სიურპრიზი აქვს. აი მე როგორ მიყვარს ძალიან კარგია. აი ესეთი მინდა პოზიტიური, კარგი რაღაცები დავიმახსოვრო და დავიბედო დღევანდელ დღე კი არა მთელი წელი. გავიგე ესეთი სარდახშა და აი ვსეთ თქვენს პოზიტივი და სხვებსაც გაუზიარეთ. ძალიან მაგარია. ეს შევინახო მაინტრიგა. სად არის შევინახავ ამას? აბა, ჯიბეში და მოვწერეთ SMS-ში რომ ირინა. აი ეს მოხდა რეალურად და ძალიან გამეხარდება. კი, მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მართლა სამყარო არის სიურპრიზებით სავსე და მოულოდნელობებით, მოულოდნელი სიურპრიზებით სავსე რო გავაერთიანოთ ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. მადლობა ირინა. როგორც ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა ხომ მოვასწარით, საჩქარე გავიარეთ, მაგრამ მე მგონი. კი, მოვასწარით ყველაფერი და მოუწურადია ეს თემები, მაგრამ ამჯერად კი ბატონო. ხო, კარგად. მადლობა ირინა.